გამარჯობა. აი მე ჯერ პირიც გაბუჟებული მოხდა. კბილის ექიმთან ვიყავი, გაბუჟებული ვარ ჯერ. მაგრამ არა უშავს. წინა კბილები გავიკეთე, ბჟენი გამიკეთა და როდისღაც მქონდა ბჟენი და ბჟენი ჩამოგივარდა. თუ მახსოვდეს საერთოდ რომ როდისღაც იქ ბჟენი მქონდა. вообще არ მახსოვს. Isso, пломби. Родисгат, да, вообще не помню, вообще. На переднем зубе пломбу кто ставил? Она мне поставила сейчас. Მაგრამ მქონდა როდისღაც და არ მახსოვს вообще რომ წინა კბილებზე რაღაცა მჭირდეს. ზოგადად რო კბილებზე ვიკეთებ ხშირად ხო, მაგრამ ის ღრმატკბილები რა რაღაცნაირად წინა კბილებთანო ისე ღრმად ქონდაო, კარიესიო, შიგნით შესულიო, ის რა ქვია, ღრძილის ქვეშ შევიდაო. არც მტკიო და არაფერი, უბრალოდ მომწყდა პატარა ნაწილი და იმიტომ მივედი. თორმე კარიესი მქონდა. მოკლედ. ასეთი რაღაცა ახალი პეჩენია ვიყიდე, ვნახოთ როგორ იქნება. ორნაბიჩი. ой, ეს არა, ეს ლიბრეში იყო, გატყუებთ. ლიბრეში იყო ერთი მაკაჩინო კრემ, ყავის კრემით და მეორე შოკოლადის კრემით. სხვადასხვა გავსინჯოთ რავი როგორია. გავხსნით მერე. ორნაბიჩი გამოჩნდა 2 კილოიანი შაქარი მეგობრებო. აჰა. გამოვკაჩე და იმხელა იყო მერე დავაკვირდი 2 კილო რო ეწერა. ნელა კიდე რაღაცებს სამოვიტან, მაგრამ ეხა მეტი ძალა აღარ მქონდა, მეტი ვერ მოვიტანე, პური მოვიტანე. ვაიმე, მტკივა ყველაფერი. ღრმად ქონდაო და ეს ეთყობა, რავი, თვალები მთელი სეანსი ასე თქვა დახუჭული მქონდა, იმიტომ რომ ზოგადად ძალიან შიშარა ვარ მასეთ რაღაცეებში და მეშინო და თვალები მქონდა დახუჭული. კი მითხრა რომ სავლები გაიკეთეო რამდენიმეჯერო დღეს და ხვალ კიდე ერთი პატარა რაღაცა ნაწილი მაქვს კიდევ წინა კბილზე ოღონ დაბლითაზე გასაკეთებელი და იმაზეც მივალ და 1-20 წუთის საქმე არისო მითხრა და ხვალ ბარემ იმაზეც მივალ. ეს ვიყიდე გასახიხად. ზეთიც ავიღე ერთი ცალი. ნორმალურ ფასად იყო ვიყიდე ერთი ცალი მაინც ინდოს სახში. ჯერ კი არ მჭირდება მართალია, მაგრამ მაინც აქეთკენ ხო არ დავდა, ჯერ არ მჭირდება. ჯერ რაც არ მჭირდება, ის აქეთკენ დავს მოდი. კიდევ. იყო კიდე ჩვეულებრივი ზგუშონიც აქციაში, ზგუშონ კარო აწერია ისეთი, მაგრამ ეხლა არ ავიღე. ყველი ავიღე ერთი პატარა. ეს ავიღე სუფთა სახში. ლავაში ავიღე ორნაბიჩი. და ბანანი და პორტუხალი ავიღე ორნაბიჩი. პორტუხალი კამიდან გუშინ ისე კარგად ჭამა. სხვათა შორის ასარჩევია, ზოგიერთი ძალიან სხვათა შორის კარგია. ყველა არა, მაგრამ ზოგიერთი მართლა ძალიან კარგია. ბანანი ამოვარჩიე რაღაცა ძლივს. ვაიმე, გოჭუნასთვის მინდოდა რაღაცა და დამავიწყდა და ერთი უნდა წავიკითხო ბანანი ეჭვევათ მაგათ. აღარ მახსოვს კარგად. ჩავალაგო თავის ადგილას ყველაფერი. მერე ცოტა დავისვენო, ვინერვიულე საკმაოდ. შიშარა ვარ, კბილის ექიმის მეშინია ზოგადად. ცოტა მოვიდე გონს. ჭამა ჯერ ჩემთვის არ შეიძლება. თურმე მეგობრებო, მითხრა რომ სანამ კბილის ექიმთან მიხვალო, ნაჭამი უნდა იყო. აუცილებლად. ეს დავდოთ. ასე რომ კბილის ექიმთან წასვლას მითაპირებთ აუცილებლად მიირთვით, ისე არ წახვიდეთ. так.
რაღაცის გამო მოკლედ ახლა აღარ მახსოვს რის გამო, მაგრამ ნუ რაღაცის გამო აუცილებლად ნაჭამი უნდა იყოთ. რაღაც ისეთი არსებობს, რის გამოც მოკლედ ნაჭამი უნდა იყოთ. არ მახსოვს რის გამო ნამდვილად. სხვა კლინიკაში ვიყავი, იმიტომ რომ სადაც დავდიოდი, ის კლინიკა დაიხურა, რატომღაც გუშინ რომ მივედი დუმბაძეზე, ის კლინიკა აღარ არსებობს. და დღეს ისევ ჩვენთან ნონეშულზე მივედი. ძალიან კარგი კლინიკაა, მომეწონა. და იქ ვიყავი. უშინ სახეხი აღარ მქონდა, რით გამეხეხა არ ვიცოდი და გასკურა გავხეხე სოდით, ჩვეულებრივი სოდით. მე მგონი ეგრეც შეიძლება და სავსებით ნორმალურია. უსაფრთხოც არის დაჟე, უბრალოდ აი ის მინდოდა რომ რაღაც ისეთი ამეყო და კიდევ დომესტოსი არა მაქვს, დომესტოსის საყიდი მაქვს. მოკლედ კიდევ ბევრი რაღაცა მაქვს საყიდი ახლა. კვერცხი ვიყიდე დღეს დილით, როგორც იქნა. დილით ავიღე, ცოტა გაიყო დარჩენილი ზოგეს კვერცხი და ეხლა რომ მივედი, ხალხიც ბევრი იყო და კვერცხიც საერთოდ აყარიდო. არ ვიცი, ერთი მომენტი იყო გაქრა კვერცხი, მერე თითქოს ისე შემოვიდა, ეხლა ისე საერთოდ აღარ ჩანდა. ასე რომ არ ვიცი რა ჭირს ამ კვერცხს. და შემოვაო დღესო და აზე არა ვარო უპასუხეს და აბა რა ვიცი რა უნდათ ამ კვერცხს, ამ ქაცმებს. მოვიმარაგო შაქარი, ფქვილი, საახალწლოდ. ცოტა ხანში ხა სავლები უნდა გავიკეთო, სოდიანი სავლები გაიკეთო მითხრა. გავიკეთებ აუცილებლად. და ხვალე ჩიფსებ მივალ და წინა კბილები დამთავრებული მექნება. ერთი 20 წუთიანი საქმე არის ხვალე ესე მითხრა. და მერეც კიდე ვიცი რომ აი უკანა კბილებიც მისახედი მაქვს. მიუხედავად იმისა, მეგობრებო, აი არ ვიცი. ეთყობა ქალბატონებს უფრო გვაწუხებს ეს პრობლემა, იმიტომ რომ მშობიარობებიდან გამომდინარე ბავშვებს გამოაქვთ მთელი კალციუმი ჩვენი ორგანიზმიდან და იქიდან გამომდინარე გონია რომ ქალებს უფრო გვაწუხებს ეს პრობლემა. რომ აი კბილები სულ მისახედი გვაქვს. მიუხედავად იმისა, რომ სულ დავდივარ ამ კბილებს, სულ არასოდეს არ ვიტოვებ და არასოდეს ფეხს ძრვის ლაპარაკობ, აი ენას გიმებმევა, იმიტომ რომ ჯერ გაბუჟებული მაქვს, აი ვერ ვამოძრავებ კარგად ზედა ტუჩს. სულ დავდივარ ამ კბილის ექიმთან და ფეხს არასოდეს არ ვითრევ. მიუხედავად იმისა, რომ მეშინია საკმაოდ ძალიან ამ კბილის ექიმის, ვცდილობ მაინც მალევე მოვიშორო, რადგან ვიცი რომ თუ ვერ მოვიშორე, მე უფრო მისახედი გამიხდება და კბილის ტკივილს ხო საერთოდ ვერავიდან. ეხლაც არ მტკიო და ისე მივედი უბრალოდ როდის იყო პარასკევი იყო თუ შაბათი იყო, ვიგზენი რომ ზედა კბილის პაწია ნაწილი მომტყდა. და იმიტომ მივედი. მეთქი მაინც ზედა კბილია უშნო არ იყოს, მეთქი კიდე არ მომტყდეს და ასე შემდეგ და მივედი. კიდევ კარგი რომ მივედი. თურმე ორივე ზედა კბილი თურმე გასაკეთებელი მქონია. აბა ეს ნახოთ რა არის, ლა გუსტოსა, აწერია მოკაჩინო, მაკიატო, უბრალოდ მაკიატო კრიმ. ზუსტად 9 ცალია შიგ, 3-3, 3 განყოფილება და 3-3-ია. ეს 9 ცალი ფასდაკლები გიგდა 3 ლარი. აუ, მინდა გითხრათ, სუნი აქვს არაჩვეულებრივი. და მართლა აი ახალი გამომცხვარი ბულკი რო არის, აი მასეთ სუნი აქვს. ეს
ახლა არ შევჭამ, იმიტომ რომ ახლა არ შეიძლება ჩემთვის ჭამა, მაგრამ გავტეხავ. ვაიმე როგორი გემრიელი სუნი აქვს, გავტეხავ და გაჩვენებ. ნუ აი შეხედეთ როგორი, ანუ წელვადი არ არის. არა და აი სურათზე რა ხატია, როგორი უნდა იყოს და როგორი შეკთავსი აქვს. მაგრამ სუნი აქვს მართლა არაჩვეულებრივი. აი ესეთი უნდა იყოს, არც ძალიან არ გავს სურათს, ფერითაც კი არ გავს. აბა რა სიტყვით. მაგრამ სუნი მართლა კარგი აქვს. და აი მეორეც ნახოთ. და ვაიმე რა მომივიდა დღეს, უნდა მოგიყვეთ, ცოტა კი მერიდება. სუფთა სახში ხელი დავავლე მანიკურს. ავიღეთ თუ არა, რაღაცნაირად, არ ვიცი. რანაირად ცხოვრებაში არ მოსვლი ეგეთი რამ. აი არ ვიცი მართლა. ისე მომერიდა, რომ რა ვიცი ლამის გავქრი იქიდან. ხელიდან გამივარდა და გამიტყდა. რა თქმა უნდა, დაიმსხრა. რა თქმა უნდა, შხეფები ყველა ფერზე დაბლა მიესხა. თან მანიკური რო ეს ხო არ არის წყალი, ხო უბრალოდ ფერადი წყალი ხო არ არის მანიკურია, ხო? ვაიმე, იმდენი ბოდიშები ვუხადე, ისე მომერიდა, რომ აი არ ვიცი. რა თქმა უნდა, გადავიხადე. თორემ ჩემი გატეხილია. მაგრამ ძალიან ვინერვიულე მართლა. არ ვიცი. ესე უბრალოდ გადავისვა მეთქი. ძალიან გამიტყდა ამ ბოლო დროს ჩხილები და ზემოდან გადავუსვა მეთქი, რომ უბრალოდ ოდნავ იქება გამიმაგრდეს თქო. ძალიან მიტყდება ჩხილები ბოლო დროს. და ეს გამჭირვალე მინდოდა, მაგრამ მე ვიფიქრე მეთქი იქნება ეს უფრო ჯობდეს ესეთი ფერი, რა ვიცი. ესეთი ავიღე ბოლოს. მოკლედ, აი ესეთი ამბები. აბა მეორეც ნახოთ. ეს უნდა იყოს შოკოლადის კრემი. ამასაც ძალიან კარგი სუნი აქვს. მაგრამ თითქოს ესენი უფრო მომეწონა. შეხედეთ, აი რამდენიმე სოფელ გაჩვენებთ. აი ესენი შესახედად უფრო ლამაზია ვიდრე ესენი. არ ვიცი რატო აქვს ესეთი თეთრი რაღაცნაირი ნადები. ჭიπლი ხო არ არის? მაგრამ აი ეს წელვადია, აი შეხედეთ წელვადია. არ ვიცი, მგონი არ არის გაფუჭებული. მაგრამ ეხლა ბავშვსაც როგორ შევთავაზო? აი ეს თეთრი ნადები. რაღაცნაირად ძალიან მაწუხებს. არ ვიცი რა არის. ამიტომ ხო არის ყოფილ ზაკლებაში ერთი რომელიღაცა აქედან ზუსტად არ ვიცი რომელიღაცა ერთი გემო იყო აქციაში, მეორე არ იყო. აშკარად ერთი უფრო ლამაზად გამოიყურება. აი ეს. აი ხო დამეთანხმებით. ეს უფრო ლამაზად გამოიყურება, ვიდრე ეს. ეს თეთრი ნადები სურათზე საერთოდ არ ჩანს. აბა სად ჩანს? ჩანს რამე სურათზე რომ ნადები უნდა გქონდა, ეს ვაფშე არ ჩანს. ანუ აშკარად არ უნდა გქონდეს წესით. მაგრამ თითქოს სუნი არ აქვს რომ. მე არ ვიცი. მოკლედ. არც საფერი არ უნდა იყიდო აქციით რა. ერთხელაც ეგრე ვიყიდით აქციით. არ ვიცი ხა ეს კარგია თუ ცუდია, ჯერ ვერაფერს ვერ გეტყვით, მაგრამ მაინც არ იყოს. დავფიქრდი.
აქციით ვიყიდე ორნაბიჯში პეჩენია, ორცხობილა, ისიც, ოღონდ ჯემის შიგთავსით საერთოდ ვარგისი იყო, აი საერთოდ ქონდა რაღაცნაირი, აი გაფრჭებული კარაქის, აი რაღაცა ამჟავებული კი არა და გორკი გემო რო აქვს, როგორ არის გორკი ქართულად? მიზაღი გემო რო აქვს რაღაცნაირი. აი ესეთი გემო ჰქონდა, აი გაფრჭებული კარაქის გემო ჰქონდა, უკვე ძალიან დიდი ხნის ნადები როა ესეთი კარაქის გემო ჰქონდა. მოკლედ, ეს კარგია, ეს ჯერ არ ვიცი. ამას კოლოფში არ ჩავალაგებ ჯერ. ეხლა უნდა მივიდეს ადამიანი. ეს რა არის, უნდა გკითხოს. აბა სათხართ და რა საკეთებთ? Jigubes, jingle all the way. Da-d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 a. Ai, so good moments, Ralamazia. Good, look at the halsin. Tres ramdeni balakhi chaude. Suda gara შეხედერთი ამას. ეხლა რატო არ წრიპინებ, ჰა? მინდა სათხარდე. სინავს? არ ვიცი. ესაწყოს რატო არ გადააფარე გადასაფარებელი მითხარი? შენ გაკვეთილებს აკეთებ უკვე? მართლადი. მეხუთე ნომერზე ვარ უკვე. მართლა. ხოჭიხდი. დაგჭირდა დღეს ნოუთბუქი. ჩართე? შეძელი? შენ თვითონ? იმდენი რაღაცა ჰქონდა ჩართული თან ერთი და იგივე. მართლა? ძალიან ბევრი. შენ თვითონ ჩართე დედი? თუ მასწავლებელმა დაგიხმარა. ანუ პაროლის მე ჩართე, მაგრამ რაღაცა რო ჰქონდა ჩართული მაგედან ვერ გამოვედი და მაგის გამომასწავლებელს ვუთხარი რომ გამომიყვანოს. კაი. მომისმინე ხომ შენ ინგალაციას გაგიკეთებ? და მეც მოვჩებარე მუთქოს. 5 წუთში დაგიცახებ. ინგალაციას 5 წუთში ვერ მოვჩები. და კაი მე მაშინ მანამდე გამოვლებას გავიკეთებ, კაი? ის ექიმმა მითხრა გამოვლება გაიკეთე, აი გავიკეთე. გტკივა შენ ისე უკბილი? შენც რო გტკიოდა. აც ესე? ძალიან კაი. აი უყურეთ ერთი ამას. ამ ქალბატონს წეღან ვუთხარი, წადი მეთქი საწოლი მიალაგე. და ნახეთ რა შვება. შეძრა, შეიფუთა. დაიმალა და წითელი ლოყები გაიცინა. წითელი ლოყები გაიცინა, წითელი ლოყები. всё, დომიქშია წავიდა. ის გოჭი მომეთი. აბა. მე არ ვერ მოგცემ. კამი მიეცის ეს გოჭი. მეც ვერ მიცემ. ой მე რას გავხარქალო. სკოლიდან მოვიდა ჩაძროლოგენში ეგრევე. დედა როგორი გაწეწილი ხარ ღმერთო ჩემ. წავედი მე აქედან, წავედი, არ შემიძლია მე წავედი. კამი მომი. დაკაჭერინო. რაღაც ეს ჭამს. აცადე. სუჭამს ეს ბავშვი. უყურე. ეს ბავშვი სუჭამს. იმიტომ რომ მაგის საქმე არ არის. ამოგიყვანო? თუ მოვიდა ჩემთან. მოვიდა გება. დე არ მიგვენს? არა, მაგრამ ერთი ხელი დაიჭერ. ვიცი თუ ჩქარი. შესაძლოა. ვაიმე. გული გაუღეთკდა. გაუხეთკდა, გაუსკდა დე. დედა. ვაიმე როგორ კოცნის ღმერთო არ შემიძლია. ვაიმე. ღმერთო ჩემო.
ეს კიდე გაკვეთილებს წერს და თან მუსიკას უსმენს. თავის ძველ პიჟამოებში რომელიც გადაგდება მინდა და თან ვერ ვაგდებ, იმიტომ რომ ვიცი რომ უყვარს და რომ გადავაგდო მეცოდება. არა და ისეთი ძველია და ისეთი საშინელია უკვე ვეღარ უყურებ. კრისა, მალინკაია კრისა. შენ ხარ რეთ. არა, მაგას აქ ორი სახელი. აქ ბულკა სახელი აქ და კიდე აქ სახელი ლილუ. ბულკაც მოვიფიქრე. ბულკა. კი, ბულკა. ბულკა, ხრიშკოვი როგორ გავხსნა. ფეხები როგორ გაშალა. დაუდორბლე. ანები თავი. უყურე როგორ მიშვრება. აი მე როგორ შეაუგერო და ჭერჭამ არ შეიძლება ჩემთვის. ნიუმ. ესე უვლი. კამერა პორტოხალი გიყიდე კიდე. ეხარია. აი ესე მივლის. მივლის რას ნიშნავს? გერ გივლის გლოკავს აგერ. ხოდა მკოცნის. შენ რა მიიღე დღეს სკოლაში? დღეს მე მივიღე რუსულის გაცდენა. ეგ ვიცი რუსული რო გაგიცდა სხვა? სხვა არაფერი? კაი ხა დედიკო მიდი ჩამოდი 15 წუთით ჩამოდი და მიხედე თავს. შენი გულია? შენი შვილია? შენი შვილი თუ არა თუ არაჭმე? მე რა ვიცი შენ უდებ. მე ვუდებ იმიტომ რომ კივის ხოლმე გიჟივით უკვე და როცა უკვე გიჟივით კივის მაშინ ვაჭმე. მანამ დიაჭამე შენ არ შეიძლება? მე აღარ იკივებ და შენ აღარ დაუდებ. ხო და შენ დაუდე. ვაიმე, რას გავხარ შვილო, რას გავხარ. ვაიმე, როგორ წვიფინებს. მე მგონი მესამე შვილია, ჩემი და ისიც გოგო. მესამეც გოგო. როგორ შემიძლია? მესამეც გოგო მყავს, მე მგონი. კაი, წავედი მე გამოვლება უნდა გავაკეთო. თორე ხვალ ექი მიიქნება. როგორი ისა მრგვალი ყურები აქვს ხო? მეცა. ურე? მეცადე. არ ჩანს ეგრე გაიწე. და უყურე როგორ უტუნებს. ეხა გაჩვენა გრძელი როგორ უტუნე რა არის. და ისე. აი. ვიდი. არ უნდა მაინც და მაინც. არა და იცი როგორც ის. აი მე ვინ ხარ შენ? ვინ ხარ რომ ხელა გაიზარდა არა დე? კი, უკვე იწელება და იმხელა. Он уже как слон. Как слониха уже стала, как слониха маленькая. Маленькая ხოჩა რა слониха. გაუკეთოთ. Иракес. კამილე, უფრო ძალიან გახველებს დედა. დღეს თქვენთან 8 ბავშვი იყო ხო მარტო? 8. ხო ძალიან ცოტა. რეალში შეცაღარ წაიყვანდა ბურჩა. ისთვის გამიკავს. როგორ ისთვის გამიყავს? რაღაცა ახალს ხსნიან არა. არ ვიცი შევხედავ ხვალ ამას როგორ იქნება. უიდი არა, კარგად გძნობს თავს და ინგლისურის გაცდენა არ მინდა უბრალოდ ინგლისური რო არ ყოფილიყო კიდე დავფიქრდებოდი. შევხედავ როგორ იქნება. ყველა არ გამოეწინა ხელოვნებაზე რაღაც უნდა გავაკეთო ძალიან მაგარ. არ გაცდენა არა დედა შევხედავ. შენთვის უნდა გააკეთო. შაბათ კვირას გამოგაკეთებ. რაღაცა შენთვის უნდა გააკეთო. გამოვლება. გონი არ ვიცი. მომისმინე. გონი. რატო ჩემთვის? დედებისთვის აკეთებ. გონი. დედიკო გამოვლება და შენ კიდე ინგალეცსა და გიძახე ფიქრები. რა ვქნა? რას ვუყურო? შერასაკეთე. ურე. აი შევაძურე თაკა. და ხა წავიდა. ცა წავიდა. აჰა, მიწრება იქითკენ. აი მე. აჰა. ესე იგი რა, ცოცხალი გასართობი გყავს. ახა აი აქ არის. არ შეშინდება? არა. უგულე? უკულე ისადალი. აგილ გამოჩდა, უკულე გამოჩდა.
უკვე გამოჩნდა. ტიშტი. ეჭობებო რომ დაირახოს რა რეაქცია იქნება. არ ვიცი. ეს აქ არის. ეს ვინ არის აიტოი? გაძრა. გამოჩნდა. აქეთ მოდი. ამრი და გქონდა ეს. მოიცა. იკვრება? მე მგონი არა. არ იკვრება. აბა მოტრიალდი. ჭიდროთ თუ გაქრათ გინდა მასე. არა, არ იკვრება. არა, პატარა გაქვს. არა, патара гакашкарат. Даже вот здесь видно, нет, здесь нормально. Хлебщик аргат. Здесь как будто бы она, короче, вот нужно вот где-то вот до сюда Хлебщик надо. аргат, მაგრამ აი აქ მაგ იმენა ეს. არა. ეს იქება ძალიან თბილისში ხوار გაცვეში გიდან. არა, ეს ხელი მასვლა А это какой был размер 54? ეს იყო ერთი ზომით პატარა, ხო ეს. მაგრამ ეს სხვასთან იყო და 56 არ ქონდათ ამათ? კონდათ, მაგრამ 56 იგივე იქნებოდა დიდი. არა მგონია. არა გონია. ეს უფრო დიდი არ იქნება ეს ძალიან დიდი. არ გამოვიწერ მას რაჯერა. ვერცის ვერ მოგერო. არა და რა კარგი სტილია. დიდი კაია. ძალიან ცუდი. ავსეტივი. მოკლედ ქურთუკი ვერ მოვირგეთ. წინაზე ერთი ზომით უფრო დიდი შეუკვეთა, მაგრამ სხვა გამყიდველთან და ძალიან დიდი ჰქონდა. ეხლა ერთი ზომით პატარა შეუკვეთეთ, იმ გამყიდველთან აღარ იყო სხვა ზომები. ეხლა სხვა გამყიდველთან შეუკვეთეთ ერთი ზომით უფრო პატარა და პატარა გამოვიდა მოკლედ. არის. ილელა შეუკვეთეთ კიდე აი ესეთი ვარსკვლავი, ძალიან ხარისხიანიაო, მოგატყუებ. ხელშიც ეტყობა რომ აი ხელის ქვეშ ესე იღუნებასავით. არ არის ძალიან ხარისხიანი, მაგრამ ფერებში ესეთი უნდა და ნაცრისფერ ლურჯი რაღაცა ესეთი ვარიანტი უნდა და სხვა ამდაგვარი ვერ ვნახეთ. მარტო ეს იყო და მე მგონი 5 ლარი და რაღაცა ყიდა. მოკლედ აი ესეთი ვარსკვლავი. და ჩემთვის გამოვიწერეთ უფლებისთვის. ახლა გავხსნი ერთი წელი ჩამენაირად სილიკონის ჩასადებები, რომელიც აი ესე გამოიყურება. და თან წებდება, ну ეს ერთი შრე აქვს, რომელიც უნდა მოაცილო და ესე მიაწება ტუფლში, მოკლედ. აი ესე იდება ტუფლში, ეს ქუსლიან ფეხსაცმელში. აი ეს უკანა ნაწილია და ეს ფეხის ქვეშ იდება ესე და ანუ წებდება ტუფლზეც და ფეხზეც და ფეხი აღარ გადმოსრიალდება ტუფლიდან. მოკლედ მე ყოველთვის მაგ პრობლემა, იმიტომ რომ აი ესეთ ფეხსაცმელის ის არის ეს. იმიტომ რომ პატარა ფეხი მაქვს და თან ისეთი ვიწრო. ხო და არც ერთი ფეხსაცმელი ჩემი ზომის არ მერგება, იმიტომ რომ ძირითადად ყველა ფართია და ვიწრო ფეხი მაქვს და ძალიან ესე მივარდება ხოლმე ყოველთვის და აწი უკვე ჩემთვის მოვიფიქრე რომ სხვა დროს აი ესეთ ფეხსაცმელს აღარ ვიყიდი, ზემოდან ჩასაკეტი რო აქვს, აი ფეხზე რომ აგრდება, მარტო მასეც ვიყიდი მეთქი, სხვა დროს ესეც აღარ ვიყიდი, მაინც რატომ უნდა ვიწოლო, არაკომფორტულად ვარ ყოველთვის. ასე რომ აი ესენი ძალიან პრაქტიკულიაო, ამბობენ, წერენ, რა ვიცი, წერდნენ. ნახავ როგორ იქნება. მე თვითონ გავიკეთებ და მე გეტყვით, მომეწონება თუ არა. ესენის რაღაცა 5 ლარამდე ღირდა, 5-6 ლარი მეტი არ ღირდა. მოკლედ გეტყვით მე მომეწონება თუ არა. ეხა წავედით, პოსტაში რაკის რაღაცა ჩამოვიდა და მე მაღაზიაში რაღაცა ვიყიდოთ, ცოტა კიდე ხილბოსტანიც არა მაქვს, მოკლედ რაღაცები მაქვს კიდე საყიდი და იმასაც გაჩვენებთ. მოვედით, ისე ორნაბიტში ვიყავით კიდე პროდუქტებზე. კიდე გაჩვენებთ რეები ვიყიდეთ. ფილე ვიყიდე გაყინული ქათმის. ისევ შპროტები, 2 ცალი. კიდე ბადრიჯნის ხიზილალა. ესეთი აქციაში იყო. კიდე ზგუშონიც აქციაში იყო.
ნატახტარი ნაღების. აჰა. ფინიკის ჩირი იყო აქციაში 240 გრამი იყო სამლარად, არ ვიცი როგორი იქნება, მაგრამ ფინიკი ხოა და ჩირი ხოა, წესით გემრიელი უნდა იყოს. ეს ადი ლენა ბებოს წაუღე, მარილიანი ჩხირები. თუ გინდა დადე და მერე წაუღე. დავწერე ქართული დედა აფეთქე. ნელა დედიკო, რომელიღაცა გახეული იყო, გახეული არ მინდა. აიგე. აუ, ქართული დაწერე? თანები გან. შენაურტეგაზე? ქვილი 2 კილოგრამიანი. დაამთავრე? შეჭამე? აი ესენიც ახლა მოგროვე და ჩაყარე, გადაყარე ეგენიც. ბოსნეული ვიყიდე, ხახვი და სტაფილო, ცოტა, იმიტომ რომ ხახვი საერთოდ არ ვარგო და არ მომეწონა. ნაგეცები ვიყიდე ქათმის, კვალიკოს ფირმის, ეს ფირმა მომწონს, გემრიელია ხოლმე ძალიან, მე მომწონს პირადად. თაფლი ვიყიდე, მეგობრებო და ეხლა მინდა გავსინჯო როგორია. 1 კილო აწერია თაფლი, სახლში ასე აწერია. კიდე რაღაცნაირად სხვანაირი ფირმის არ იყო ეგენი. აუ არა და კაი. 1 კილოიანი ღირდა 17 ლარი. აია. გატკინე. მე რა ნელი იქნება მოიცადე. სადღაც მინდა მაინტერესებს როგორი გემოაქვს. ნელა. ჩვენი საყვარელი აი ამას თუ გამოვიდეთ, რა ვიცი მოკვდები. აწერია, მოიცა თაფლს აწერია. პელმენი გიგა. საცხვის და ალპური მინდვრის ყვავილების. აი ესე აწერია. მუქი თაფლია, მე მუქი თაფლი მიყვარს ძალიან. თქვენთვის ვიყიდე ნახევარი. მოდით გავსინჯოთ როგორი იქნება. აუ კარგია. მიყვარს მე ესეთი თაფლი ძალიან. 1 კილოიანი თაფლი 17 ლარი. პელმენი რა. ამათი საყვარელი პელმენი აი ესეთი ციმბირული აწერია. ნახევარი დაუტოვე ბავშვს. მოიცა ესენი მარაზილკაში ჩავდოთ. ხო, ანაბის გამოჩქავდა. ესეთი პეჩენიები ირაკლის უყარს ესენი შიგნით ჩემიანი, აი ესეთი. კიდე სირკასიჩკო. ხო, სირკასიჩკა ვიყიდე, გუშინ რო ვიყიდე უკვე აღარ არის. ესეთი ვიყიდე, შებოლილი. სველი სალფეტკი, შენი იყოს რაღაცებში რო გჭირდება ხოლმე. სველი სალფეტკი ესეც აქციაში იყო. ჩვეულებრივი ელემენტები ვიყიდე, პულტისთვის რომელიც არის, ბრინჯი ვიყიდე, ერთი გრძელი აწერია, ნელა დედიკო. ესეც მაცივარში. ისევ, იმიტომ რომ გიმთავრდებათ იმასავით. მოდი ჯერ აიაქტავდოთ ეს სელპაკები, სულ გჭირდებათ, რა ვიცი. სელპაკები. ხო, ჩვეულებრივი კანი. კანი როდის გაიყო მამიკო, მე ვერ გავიგე. რა ვიდო? კაია რო აიღო. კიდე იქნება. ესეთი იმიტირებული ხიზი ლალა. რა თქმა უნდა, ჩვეულებრივი არ არის. იქრას უცხოა. აუ, მაწონი, კამი შენ რო გიყვარს? იქრა რო აწერია. ხო, მაგრამ ნამდვილი არ არის დე. დე შენ რო გიყვარს ეგეთი? აი ბავშვებს უყვარს ესეთი მაწონი. უშუალოდ აი ეს ყვავილი რო ახატია, ვანილის ყვავილი ახატია, ვანილის, ანუ ტკბილია და ბავშვებს მოწონს. 4 თალი ეგეთი. სოსისები, ხო, მონადირული, მე მგონი ესე ქვია. ესეთი ვიყიდეთ. და ყვითელი ვაშლი. გოლდენი. როგორც უნდა გვაძლევს ზედა ჭამას. გოლდენი ვაშლი. ესეც მაინც არ მომეწონა, ისე რა იყო, მაგრამ კაი არა უშავს. ჩაყარე აგერ კალათაში ჩაყარე. და ბებოს წაუღერ თავისი ჩხირები მარილიანი. მე მამა ყველაფერი ხდება. და ბავშვებს აი ესეთი იოგურტი ვიყიდე. მეტი არაფერი ხილი არ ვიყიდე დედა დღეს, აი მისინი ხო ვიყიდე რა ქვია. პორტოხალი ხო აქეთ დავიდე წეყანდო ვიყიდე. არა ეგენი იდოს ეგენი გარეცხილია. იდოს გარეცხილია ესენი, ის არ არის გარეცხილი. არა უშავს.
აი ესე მიყვარს, როცა სახში ბევრი ხილია, მანდარინი გვაქვს, ახლა ვაშლი გვაქვს, სტაფილო ხილი არ არის, პორტოხალი და ბანანი. ეგ ჩემთვის არის, დედა, ტუფლებში ჩასაგდებია ეგ. აი ესეთი ამბები მეგობრებო, ეხლა კი გავიქეცით, ჯერ არაფერი არ მიჭამია, კიდევ მაგას ვამბობ, კიდევ უშია ჯერ. ხო ჭამე ამ წუთას, ქალო, მე არც მისადილია, სახში არ იყავი მთელი დღე. ბევრი ლაიქები და კომენტარები მეგობრებო, ვიყურეთ და გამოიწერეთ ჩვენი არხი, ალბათ თქვენიცით დროებით გემშვიდობებით, წარმატებები ყველას.